პასიური ნაწილი აქტიურ ნაწილს ძალიან ისე ცინიკურად უყურებს, რომ ვერ ძლებენ ისინი ინტერნეტის და ვთქვათ Facebook-ის და სოციალების გარეშე ნარკომანები არიან და არ არიან მოკლედ ჯანმრთელები ეგენი რა, საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ. ხოლო აქტიური ნაწილი პირიქით უყურებს პასიურ ნაწილს გამკილავად და ამბობს, რომ თუ არც პოსტავ, არც ფოტოსდებ, არც აკომენტარებ და არაფერი არ გაინტერესებს, მაშინ რაღაცომ ხარ აქ და რაღაც ზიხარ ესე ბუჩქებში ჩასაფრებული კურდღელივით. პასიურების და აქტიურების მინდა რომ თან დაგამშვიდოთ და თან ერთი სამწუხარო სიმართლე გითხრათ, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო სწორად, აი სოციალების შემქმნელებისათვის თქვენ აქტიური მომხმარებელი ხართ თუ პასიური. მათთვის მთავარია იცით რა, თქვენ აქ ხართ და ისინი იღებენ იმას, რაც თქვენგან სჭირდებათ, თქვენს ყურადღებას და თქვენს დროს. ახლა გაჩნდება კითხვა, ნუ თუ არავინ არ არის ესეთი, ვინც ჯანსაღად მოიხმარს ამ Facebook-ს, ნუ თუ ყველანი ამ მახეში ვართ, ასე როგორ შეიძლება. ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი მომხმარებლები არიან ვირტუალური სივრცის. ამაზე საუბარი ოღონდ შემდეგ ვიდეოში უნდა განვაგრძოთ. მანამდე ფიქრების ლაბორატორია გამოიწერეთ და გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ როგორი მომხმარებელი ხართ, აქტიური, პასიური და საერთოდ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დროებით შემდეგ ვიდეომდე.